Პარასკევს საღამოს პოზიცია ისევ პირდაპირ ეთერშია და დაძაბული დღეების და კვირის ბოლოს მთავარ თემად რა თქმა უნდა გთავაზობთ ბოლო მოვლენებს და საპროტესტო აქციებს თბილისში. დღეს გვქონავ სტუდიაში ორივე მხარის პოზიციებს მოისმენთ. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციის მეორე დღე და ოპოზიციის ახალი გეგმა. მოხდება თუ არა დედაქალაქის პარალიზება, აქციის ორგანიზატორები ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას იწყებენ. დავშლით აქციას და დავიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, გადაიკეტება საზოგადოებრივ არხთან კოსტავას ქუჩა და გადაიკეტება ავლაბარში კეთევან წამებულის გამზირი. მოხდება ნელ-ნელა დამატებითი წარდგინების, დამატებითი წინააღმდეგობის ფრონტების გახსნა. ოპოზიცია დიალოგს თანხმდება, ოღონდ საკუთარი პირობებით. მოლაპარაკებები პრეზიდენტთან საჯაროდ და პირდაპირ ეთერში. ეს შეხვედრა უნდა იყოს საჯარო და უნდა წარმოადგინოს თქვენი ნებით და თქვენი დობით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა. საქართველოსგან ბიჭო ჩვენს უკან დამნიშნულობა საჭიროება იქნება კამერათა ნახავ. ეს ერთადერთი დიალოგი უნდა წავარდოთ და ჩვენში ჩავიდოთ ტელევიზორების წინაშე. ზაკვარ ღიად საჯაროდ ვაწარმოოთ დიალოგის სააკაშვილთან. ეს არის მისი გადადგომა. როგორია ოპოზიციის სტრატეგია? კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი და ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს პოზიციაში. როგორ უყურებს ხელისუფლება ქუჩაში გამოხატულ პროტესტს? ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავის პროტესტი გამოხატოს შვიდობიანად. ადამიანები, ვინც არიან გამოსული პროტესტით, მათ აქვთ უდიდესი ღირსება და ამ ღირსებას გაფრთხილება უნდა. უმრავლესობის პასუხი ოპოზიციის ულტიმატუმზე, მართველი გუნდი ისევ დიალოგის მომხრეა. საუბარი ყველაფერზე ოპონენტების მთავარი მოთხოვნის გარდა. დიალოგისათვის ხელისუფლება იყო მზად, არის მზად და იქნება მზად, მაგრამ ეს დიალოგი არ შეიძლება განვითარდეს ულტიმატუმების ელით, რომ შენ წადი მე მოვალ. საპროტესტო აქციების დილა და მოულოდნელი შეხვედრა რუსთაველზე. ქვეყნის პირველი პირები და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის გვერდით. დღესაც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად დამდგარი ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დაცვას. რას ფიქრობს დავით ბაქრაძე 9 აპრილის მოულოდნელ დილაზე და იმ დღეს დაწყებულ აქციებზე პარლამენტის წინ? პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაში. მაშას ეროვნული დაუმორჩილებლობა და აქციები რამდენიმე ადგილას ოპოზიციამ საპროტესტო ფრონტი გაშალა და რუსთაველიდან სხვა გამზირებზეც გადაინაცვლა. როგორია ოპოზიციის სტრატეგია და რას გეგმავენ აქციის ორგანიზატორები? ჩვენი პირველი სტუმარია კობა დავითაშვილი და შემდეგ რამდენიმე წუთში ჩვენ საუბარს სტუდიაში უკვე დავით გამყრელიძესთან განვაგრძობთ. საღამოშტობისა ბატონო კობა, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. დავიწყოთ იმით, რომ ოპოზიციამ დღეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას მიმართა, უკვე გადაიკეტა სამი მთავარი გამზირი გარკვეული საათით. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა პარალიზებული იყოს მომავალში, ვთქვათ, მომავალ დღეებში სხვა ქუჩებიც. ანუ უფრო კონკრეტულად დავიწყოთ პირველ რიგში იმით, როგორია ოპოზიციის გეგმები აი ამ უახლოეს დღეებში. ოპოზიციის გეგმები ყოველთვის სამსაათზე, ხვალ სამსაათზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები, ჩვენ მქონდა ქუჩები გადაკეტილი როგორც კოსტავას ქუჩა, ასევე კეთევან წამებულის გამზირი, შემდეგ ეს საპროტესტო აქციები დაბრუნდა ისევ რუსთაველზე და გეოგრაფია საპროტესტო აქციებისა და საპროტესტო მოძრაობისა თანდათან გაიზრდება, თუ ჩვენ ვერ დავინახავთ ხელისუფლებისგან იმას, რომ ადეკვატურად პასუხობენ ხალხის მოთხოვნას. ხალხის მოთხოვნა არის ერთი. ხელისუფლება უნდა წავიდეს და ჩვენ კი არ უნდა მოვიდეთ, ხალხმა უნდა აერჩიოს სამართლიან არჩევნებში ახალი ხელისუფლება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ არ ვითხოვთ რაღაც დროებითი მთავრობის შექმნას და ძალაუფლების ჩვენთვის გადმოცემას. არა, სააკაშვილი უნდა წავიდეს, რადგან ამ კაცმა ვერ შეძლო მისი მმართველობის პირობებში ვერც ერთხელ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ყველა მისი ჩატარებული არჩევნები იყო არადემოკრატიული, გაყალბებული, ძალადობრივი და თუ მანამდე მას თეთრ სახლში, გუშის ადმინისტრაციის სახით ყავდა მფარველები და ზეგავლენას ახდენდა მათ შორის ეუთოს დამკვირვებელთა მისიაზე, რომლის ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა თავის დროზე თქვა, რომ გაყალბდა არჩევნები საქართველოში, მაგრამ ოფიციალურ დასკვნაში ეს პოზიცია არ აისახა. ბუნებრივია დღეს მას ასეთი მფარველი აღარ ყავს, ამიტომ მისი ყალბეს მფარველები აღარ ეყოლება, ამიტომ დადგა დრო ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. თუ ბატონი სააკაშვილი ქვეყანაზე გულშემატკივარი ადამიანია, მაშინ გადადგეს. ხომ გადადგა ის 7 ნოემბრის შემდეგ და თქვა, რომ ეს გააკეთა პოლიტიკური კრიზისის გამოხდის მიზნით.
9 აპრილს ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე 2 ნოემბერს და თუნდაც 7 ნოემბერს. ბევრად მეტი. ბატონკობა, ფიქრობთ რომ იგივე ვთქვათ მიაღწევთ თქვენს მიზანს ამ დაუმორჩილებლობით, ანუ მე მინდა რომ სტრატეგიაზე ასე ვთქვათ დაგისვათ კითხვები, რადგან დღეს ასეთი სტრატეგია წარადგინა ოპოზიციამ, ფიქრობთ რომ ეს არის ის გზა, რითიც შესაძლებელია ვთქვათ იმის მიღწევა რომ დაკმაყოფილდეს თქვენი. რა თქმა უნდა, ნინო, ეს გზა ჩვენი მოგონილი არ არის. თქვენ იცით რომ დაწყებული ინდოეთიდან განდის მოძრაობით გაგრძელებული უამრავი ქვეყნით, სამხრეთ აფრიკით თუ განსაკუთრებით ცნობილი აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში არაძალადობრივი ხავერდოვანი მოძრაობის გზა, ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც აღიარებს ცივილიზებული მსოფლიო და ამ გზის მთავარი ფორმა არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. როდესაც შენ მოძალადე ხელისუფლებას ებრძვი არაძალადობით, მაგრამ არ ურიგდები მის ძალადობას. ეხლა მოდი თქვა დღეად, დღეს ჩვენი მოქმედებები, აი ძალიან ხშირად ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან, რომ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში თვითონ ხელისუფლების ქმედებები ჯდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში? მე მინდა ვიკითხო, საქართველოს კონსტიტუციის 22 მუხლის თანახმად, ყველა მოქალაქეს აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. დღეს სამარშრუტო ავტომობილების მძღოლებს ართმევენ მართვის მოწმობებს, აშინებენ, უკრძალავენ ქალაქში მგზავრების ჩამოყვანას აქციაზე, ასევე შეზღუდვებია ბილეთების გაყიდვაზე თბილისის მიმართულებით ხან ასე ვთქვათ შორი მანძილის მატარებლებზე რკინი გზაზე, მეტიც პროვოკაციები ეწყობა გზაზე ხშირად და მიტინგზე მოვალ ადამიანებს ხან დანასუდებს პოლიცია, ხან რა. გარდა ამისა, გუშინ მაგალითად მიტინგიდან წასულ ავტომობილს დაედევნა სპეცრაზმი, ჩაუმტრია იმ სხვათა შორის ტაქს მინები და დღეს ყველამ ნახა ეს ძალადობა დღეს მოდის ხელისუფლებისგან. ჩვენი ქმედებები არის კონსტიტუციური. მე მინდა ხაზი გაუსვა. ყველამ გაიგოს. ჩაგეკითხებით უბრალოდ, აი როდესაც ამ თემებზე საუბრობთ, თქვათ, ქალაქის პარალიზების შემთხვევაში, ფიქრობთ რომ შესაძლებელი იქნება თქვათ ამ წირი ინციდენტების თავიდან აცილება, ან თუნდაც თქვათ იმ ადამიანების, იმ ნაწილის, მოქალაქეების, უკმაყოფილების თავიდან აცილება, თქვათ, ვინც შოულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას და იგივე გადაადგილება უნდა თქვათ თავისუფლად ქალაქში. ნინო, დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ქალაქის კუჩები, გამოვაცხადეთ გადაკეტვის საათები და მოქალაქეებისთვის ეს წინასწარი ცნობილი. მეტიც, ჩვენი აქცია აბსოლუტურად კონსტიტუციური და კანონიერი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სრულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის მოთხოვნა, ჩვენ 9 აპრილამდე 5 დღით ადრე წინასწარ გავაფრთხილეთ ხელისუფლება იმ სავარაუდო ადგილებზე, სადაც მოხდებოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. და ყველა ეს მიმართულება ასახულია ჩვენს გაფრთხილებაში. თუ დაგჭირდა კიდევ დამატებით რაიმე, ასე ვთქვათ, სხვა მიმართულების შეთანხმება, გაფრთხილება აუცილებლად იქნება. და შესაძლოა ვთქვათ, და ჩვენ ამის უფლება დღეს ოპოზიცია ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ჩვენ ამის უფლება გვაქვს, ქალბატონო, საქართველოს კონსტიტუციით. ეს არის უფლების ქონა არ ქონაზე მე უბრალოდ კითხეთ, ელოდებით თუ არა ვთქვათ. არ ველოდებით, ჩვენ ველოდებით. დღეს ქონდა პირველი, ასე ვთქვათ, აქცია, პირველმა დღემ ჩაიარა. ჩაიარა საკმაოდ წარმატებით. და ჩაიარა იმ ფონზე, რომ არც ერთი უკმაყოფილო მოქალაქე ჩვენ არ შევხვედრია, რომელმაც განგვიცხადა, რომ ასე ვთქვათ, უკმაყოფილოა ჩვენი ქმედებით. ჩვენი ქმედებით უკმაყოფილია მხოლოდ ხელისუფლება, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ ყოველი დღე მიხეილ სააკაშვილის ყოფნისა ხელისუფლებაში სახიფათოა მათთვის, მათი შვილებისთვის, მათი ძმების და დებისთვის, რომ ახალ შარში არ გაგხვიოს ბატონმა სააკაშვილმა, ისევ დამატებით არ დავკარგოთ კიდევ ტერიტორიები, რომელსაც აკონტროლებდით, ისევ არ დაიღუპოს ახალგაზრდობა და ყოველივე ამის გამო საზოგადოება ძალიან გაგებით ეკიდება ოპოზიციის და საზოგადოების ქმედებას. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ არა ვართ ხელმძღვანელები და უფროსები იქ შეკრებილი საზოგადოებისა. როცა 200,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა 9 აპრილის რუსთაველზე, ეს ხალხი ჩვენი ხელმძღვანელია და ჩვენ არა ვართ მათი ხელმძღვანელი. როცა დიალოგზეა სამომდა რომ 20-25 ხო და ესეც აღიზიანებს ხალხს, მაპატიეთ. რაოდენობა სახელდება ხოლმე, როდესაც მაპატიეთ და ესეც აღიზიანებს ხალხს, როდესაც 1-0-ს აკლებს და ხალხს უჩნდება განცდა მაგალითად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უცნაურ განცხადებებს აკეთებს, რომ 25,000 კაცი იყო და ჩვენ შეგვიძლია გამოყვანაო რა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია უნდა მოაწყოს? გაუგებარია დაავიწყდა ქალბატონ ზღუდაძეს, მე მგონი საგიმყოფება და ვინ არის და თუ მას ეცოტავება ეს ხალხი, ჩვენ შეგვიძლია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც მოვაწყოთ პიკეტი და სანამ ქალბატონი ზღუდაძე სათითაოდ არ გადათვლის რაოდენობას და არ გამოაცხადებს ზუსტ ციფრს არ დავიშალოთ. ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ. არ არის პრობლემა.
გასაგებია. მე უბრალოდ მინდა კითხავთ კიდევ ერთ ასე ვთქვათ ინიციატივაზე თუ შეთავაზებაზე ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დღეს გაჟღერდა, გულისხმობ თანხმობას დიალოგზე პრეზიდენტთან საჯაროდ საზოგადოების წარმომადგენლების თანხლებით. დღეს ამის შესახებ განცხადება გააკეთა ირაკლი ალასანიამ და მე სხვა ლიდერებმაც და გამოთქვა ვთქვათ მზაობა ამ დიალოგისთვის. არის თუ არა ეს მთელი ოპოზიციის შეთანხმებული პოზიცია ჯერ ესე დავიწყოთ და მე მაინტერესებს რა საკითხებზე მოგახსენებთ ჩემო ბატონო. საქმე ის გახლავთ, რომ აქამდე ბატონმა სააკაშვილმა შემოგთავაზა და გვთავაზობს არა დიალოგს, არამედ სატელევიზიო შოუს. როდესაც ის აყალიბებს, რომ ჩვენ მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ სოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ასე შემდეგ ზოგად საკითხებზე, ეს არის შემოთავაზება სატელევიზიო შოუსი და ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ სატელევიზიო შოუზე გვიწევს ბატონი სააკაშვილი, მას უყვარს ხოლმე ასეთი შოუები და ხშირად წამყვანის როლშიც გვევლინება ასეთი შოუების. მაშინ ბარემ ეს შოუ იყოს პირდაპირ ეთერში და ჩვენც მოგვეცეს საშუალება ჩვენი აზრი მოვახსენოთ საზოგადოებას. ხოლო თუ ეს არის მაპატიე რაღაც ეს საკითხები საზოგადოებას არ აინტერესებს ან თუნდაც საზოგადოებას. დიდი ბოდიშით ქალბატონო ნინო, სოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე ჩვენ მზად ვართ ჩვენი წინადადებები მივაწოდოთ სავალუტო ფონდს, სოფლიო ბანკს, ასევე გაეროს შესაბამის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომისიას, მაგრამ ჩვენ და ბატონი სააკაშვილი როგორ გადავწყვეტთ ამ ეკონომიკურ კრიზისს ჩვენ დიალოგით, ჩვენთვის ცოტა გაუგებარია. გარდა ამისა, როდესაც ასეულ ათასობით ადამიანი ითხოვს მის გადადგომას, რადგან მან ქვეყანა მიიყვანა კატასტროფის წინაშე, როდესაც მის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე არ თანხმდება პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. ამ დროს რას გვთავაზობს ბატონი სააკაშვილი? აი ხლა მაპატიე თუ რამე გადაწყვეტილების მიღება უნდა ხელისუფლებას. ახლა მე მესმის თქვათ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი რაღაცა კონკრეტულ თემატურ საკითხებზე იმ შემთხვევაში, ნუ მაგალითად კონსტიტუციურ ცვლილებებზე თუ არ ყოფნის ხელისუფლებას ხმებით დავუშვათ პარლამენტში და მას ჭირდება ოპოზიციის ხმებიც და ამიტომ უნდა მოილაპარაკო. თუ რამე კონსტრუქციული გეგმა აქვს ან ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა ან რაიმე სხვა საკითხების გადაწყვეტისა, ვინ უშლიდა ხელისუფლებას 6 წლის განმავლობაში, ან დღეს ვინ უშლის ხელს, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. მან ხომ შექმნა თავისი, ასე ვთქვათ, მორჩილი საპარლამენტო ოპოზიცია, რომელთანაც ინტენსიურ დიალოგს აწარმოებს და ხანდახან ავიწყდება ხოლმე ამ ოპოზიციას, რომ ოპოზიციაა და ხელისუფლებაზე უფრო რადიკალურად გამოდის რეალური ოპოზიციის მიმართ. ბატონო, მაშინ ჩაგეკითხებით, მაშინ რა თემაზე გეგმავთ შეხვედრა? ეს იქნება ერთადერთი საკითხი, რაზეც სულ ოპოზიცია ამბობდა პრეზიდენტთან. ამოვიდეთ რეალობიდან. სააკაშვილის ოფიციალური პოზიცია 7 ნოემბრის შემდეგ იყო ის, რომ ქვეყანაში ისეთი კრიზისია, რომ მე გადავდექი. ჩვენ მაშინ მიგვაჩნდა, რომ ეს არ იყო რეალური გადადგომა, რა თქმა უნდა, მან დაიტოვა სახელმწიფო ბერკეტები, გააყალბა ეს არჩევნები, ძალა იხმარა და შემდეგ გაიფორმა ასე გამარჯვება. თუ რეალურად მისი მიზანი მაშინ პოლიტიკური კრიზისის განუხდა იყო, დღესაც პოლიტიკური კრიზისი არის სახეზე. აგვისტოს ომის წაგების შემდეგ დამარცხებულ მთავარსარდალს არ აქვს მორალური უფლება უმთავარსარდლოს ქვეყანას. ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია, გარდა ამისა, საზოგადოებას ეშინია მისი პრეზიდენტობის ყოველი დღისა, რომ კიდევ ახალი დამარცხება და კიდევ ახალი ტერიტორიები არ დაუკარგოთ. სხვათა შორის ეს დანაკარგები იყო მისი პოლიტიკის შედეგი. და აქ არ არის ლაპარაკი მარტო იმაზე, ვინ დაიწყო ომი, რუსეთმა დაიწყო ომი, მაგრამ ამ პროვოკაციას აყვას სააკაშვილი, არა, უბრალოდ მე მინდა ყველა შევახსენო, სამხრეთ ოსეთის ოლქის ნაწილად ახალგორის რაიონის გამოცხადება სწორედ სააკაშვილის ინიციატივა იყო და ამის შედეგებს თქვენ რაზე აპირებთ კონკრეტულად პრეზიდენტთან რომ მოვასწროთ საუბარი, კონკრეტულად რა იქნება თქვენი დიალოგის თემა პრეზიდენტთან? ჩვენი დიალოგის თემა არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ჩვენ ამის ერთადერთ გზად მიგვაჩნია რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყანაში ტარდება ერთადერთ შემთხვევაში. თუ პრეზიდენტი გადადგა. სხვა საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან რომ იყოს სხვა ინიციირებული. სხვა საკითხებზე საუბარი არასერიოზულია იმ ხალხთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ხალხის ნების აღსრულებლები. ნებისმიერი გადახვევა ამ თემიდან იმ სამწუხარო გამოცდილების ფონზე, როდესაც არაერთხელ მოხდა გადაგდება ოპოზიციისა და ხალხისაც ამ ფსევდო, ასე ვთქვათ, დიალოგის მეშვეობით, რომელიც წარმოებდა ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შედეგების გარეშე, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოხდარიყო. ასეთი შეცდომები აღარ იქნება განმეორებული, ჩვენ ვიქნებით ბოლომდე პრინციპული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ყოველდღე უფრო მეტ მასშტაბს მიიღებს. კარგი, დიდი მადლობა და ბოლო კითხვა თქვენ პირადად მიიღებთ, ვთქვათ, მსგავსი დიალოგი რომ წარიმართოს მონაწილეობას მსგავს მოლაპარაკებაში. იცით, ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა პირადი ცხენა დავივიწყოთ, მე მართალ გითხრათ ძალიან კარგად მახსოვს, რომ პირადად მან გასცა, ეს სახალხო დამცველმა განაცხადა, სხვათა შორის დაადასტურა ბრძანება ჩემს მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელების თავზე. ამის მიუხედავად მე მინდა განვაცხადო, რომ მე პირადი ცხენა არ მომაძრაობს.
მეცაც ვიტყვი, მე არ ვაპირებ ისევე მოვექცე სააკაშვილს, როგორც მომექცა თვითონ. მე მზათა ვარ იმაზეც კი, რომ უსაფრთხოების გარანტიები პირადად შევთავაზო იმ შემთხვევაში, თუ ის წავა და არ ვაპირებ რაღაც სისხლიან შურისძიებას ან საერთოდ შურისძიებას. აი ეს არის ჩემი სათქმელი. ამ დიალოგზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გადადგომის საკითხი არ არის მარტივი საკითხი, ეს მოიცავს უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, ეს მოიცავს შემდეგ არჩევნების დანიშვნის საკითხს, ეს მოიცავს როგორ იქნა სასიცოცხლო ობიექტების ფუნქციონირება ისე რომ აი ამ გარდამავალ პერიოდში არაფერს არ შეექმნოს საფრთხე და თუ ჩვენ ქვეყნის მოყვარულ ხელისუფალთან გვაქვს საქმე და არა დანაშაულობრივ ქმედებაში ჩაფლულ ადამიანთან, მაშინ ასე უნდა იქცეოდეს ხელისუფალი. დეგოლი გადადგა უდიდესი ადამიანი საფრანგეთის ისტორიაში, როცა ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და დააყენეს მისი გადადგომის საკითხი და მე არ მგონია სააკაშვილი დეგოლს აღემატებოდეს. დიდი მადლობა ბატონო კობა, კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი საუბრობდა ჩვენს გადაცემაში პირდაპირ ეთერში და ახლა გადმოვინაცვლებ სტუდიაში ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, ჩემი სტუმარი, საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ბატონო დავით, განვაგრძობ ამ დიალოგის თემას პირველ რიგში თქვენთან. აღარ გავიმეორებ, ანუ საზოგადოებისთვის ცნობილია ეს თქვენი შეთავაზება, რომელიც სხვადასხვა სწორედ ალიანსის ლიდერმა გაახმოვანა. ანუ ერთი საკითხია, თქვა რაზეც ოპოზიცია თანხმდება, იმიტომ რომ დღეს ვუსმენთ იგივე ირაკლი ალასანიას, რომელიც ამბობდა, რომ თქვა დაველოდებით რა შემოგთავაზებს იგივე ხელისუფლება და პრეზიდენტი თუ ამაზე დათანხმდება. ცალსახაა თქვა ოპოზიციის პოზიცია, რომ მხოლოდ გადადგომის თემაზე საუბრობთ პრეზიდენტ სააკაშვილთან. საღამომშვიდობისა. მივესალმები ტელემაყურებელს, საკმაოდ დაძაბული დღეებია საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში და მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება ვესაუბრო მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ინფორმაცია რეგიონებში, არ არის საკმარისი ინფორმაცია თბილისის გარეთ, თუ რა ხდება რეალურად, რამდენი ადამიანი, ასეულ ათასობით ადამიანი გამოსულია ქუჩებში და აპროტესტებს იმას, რაც 5 წელიწადია თავს მოგვახვია მიხეილ სააკაშვილმა. რაც შეეხება დიალოგს. რატომ არის დიალოგის მიმართ ესეთი აგრესიული დამოკიდებულება? მე კობას დავეთანხმები, არა ოპოზიციაში, პირველ რიგში საზოგადოებაში და ხალხში. ეს დღეები მართლა ძალიან ბევრი ხალხია, პერმანენტულად თითქმის თუ არ ჩავთვლით ღამის ესეთ ცივ საათებს, ძალიან ბევრი ხალხია რუსთაველზე და დღეს ძალიან დიდი კოლონით ჩვენ გადავინაცვლეთ კოსტავას ქუჩაზე და შემდგომ დავბრუნდით ისევ რუსთაველზე. ყველას პოზიცია არის, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ არავითარი დათმობა და არავითარი დიალოგი. რატომ არის ესეთი აგრესია დიალოგის მიმართ? იმიტომ რომ სამწუხაროდ სააკაშვილმა პირადად და მისმა გარემოცვამ მოახდინა დიალოგის დისკრედიტაცია და დევალვაცია საერთოდ ამ თემის, ამ პრაქტიკის, ამ ინსტიტუტის. როდესაც ისინი ბოროტად იყენებდნენ თავიანთი რთული პერიოდის, განსაკუთრებით ნოემბერში, შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 5 იანვრის შემდეგ 13 იანვარს, 20 იანვარს მუდმივად ხდებოდა სპეკულირება დიალოგით და მერე ამ პირობების არ შესრულება და დიალოგი რჩებოდა მხოლოდ დიალოგისთვის. სრული უნდობლობა, საზოგადოებაში არის სრული უნდობლობა და მე არაერთხელ ნინო განვაცხადე, რომ მას შეუძლია თუ აქვს სურვილი რომ რაღაცა დობა აღიდგინოს, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მაგალითად, ვამბობ რომ დაუბრუნოს იმედი ოჯახს, რომელიც ძალიან მარტივად შეუძლია ხარ დავიწყოთ დეტალებზე კამათი, ძალიან კარგად ვიცით ყველა მთელმა საქართველომ რომ ეს გააჩენს იმ შეგრძნებას, რომ არსებობს ერთი ტელემაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე და არის ობიექტური, ყოველ შემთხვევაში არ კონტროლდება პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან. მეორე დავასრულებ, მე მგონი საინტერესოა, თუ არ არის საინტერესო. და გავაგრძელო, როგორ ხედავთ და როგორ წარმომიდგენია, თქვა, დობის მინიმალური აღდგენა საზოგადოებაში და ოპოზიციაში. ანუ გარკვეულ კომპრომისი ითხოვს თქვა ოპოზიცია იმისათვის, რომ დიალოგზე წავიდეს, ამის შეკითხვა მინდოდა ზუსტად. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებას რო გაუშვეს დობა, რომ არსებობს თუნდაც დიალოგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ამ პროცესის ობიექტურად გაშუქება. საჭიროა იმედი. საჭიროა რომ ვანო მერაბიშვილი, რომელიც არის ყველა უბედურების წყარო თავისი ამ NKVD-ს, რომელიც შეგვიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. მისი გადაყენება და მის ნაცვლად მე ამ დღეებში ხშირად ვახსენებ, პირობითად ისეთი მაღალი ნდობის მქონე ადამიანის დანიშვნა, როგორც არის სოზარ სუბარი. სულ არ ვიცი რა სოზარი თანახმაა თუ არა, ნამდვილად არასოდეს არ მისაუბრია და ალბათ ვერც წარმოუდგენია, მაგრამ მე ვამბობ პირობითად, აი როგორი ადამიანის დანიშვნა შეცვლიდა დამოკიდებულებას ამ სისტემისადმი და გააჩენდა შეგრძნებას, რომ პოლიცია აღარ იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ გააყალბონ არჩევნები და ააშინონ, მოусმინონ, გავახონ. ძალადობა კობა საუბრობდა და ეთყობა არ ქონდა ეს ინფორმაცია, მე ეხლა მოვდივარ გმირთან მოედნიდან, სადაც ჩვენი ახალგაზრდები
გალახეს, როგორც კი ცალკე ხედავენ ჩვენს ახალგაზრდებს, ისინი სპეციალურ ჟილეტებში იყვნენ ალიანსის წარწერით, ჩვენ მსვლელობა ჰქონდა კოსტავადან, ანუ ტელევიზიის შენობიდან, პირველი არხის შენობიდან უკან რუსთაველისკენ. ჩამოგჩა რამოდენიმე ახალგაზრდა ჯიპებით მოძრაობს ეთყობა სოდის და კუდის თანამშრომლები, თავს ესხმიან, სემენ საავადმყოფოში გადაიყვანეს ერთ-ერთი ახალგაზრდა და ამ დროს არც პატრული რეაგირებს, პატრული საერთოდ არ ჩანს, არის დამალული, არსებობს ვიდეოკამერები დაყენებული იცით მთელ თბილისში, განსაკუთრებით გმირთა მოედანზე, კოსტავაზე, ამ ძირითად გამზირებზე და არტერიებზე არის გადავსებული ვიდეოკამერებით და ერთი ფაქტი და ერთი ადამიანი არ არის დაკავებული და დაჭერილი, პრაქტიკულად პოლიცია ეს არის ასე ვთქვათ, ერთი მხარე აი ამ მართლ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში. ის არის პირდაპირ ტენდენციური და ჩართული იმ მანქანაში, რასაც ქვია ძალადობის მანქანა. Rodemde უნდა გაუძლოს ხალხმა, მე არ ვიცი. სხვათა შორის კიდევ ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, სრულიად გაუგებარი იყო. Რატო აღმოჩნდა მთელი უმრავლესობა, მე ვიცი, აქ ბატონი დავით ბაქრაძე უნდა მოვიდეს, იქნებ გითხოთ. რატომ იყო მთელი ნაციონალური უმრავლესობა პარლამენტის გუშინ მერიის შენობაში იჯარით აიღეს, თუ ოკუპაცია გაუკეთეს, ჩვენთვის თუ არ შეიძლება სახელმწიფო შენობებში შესვლა, მერია რა პარტიული მერია გიგი უგულავამ ნაციონალურ მოძრაობას გადასცა, უმრავლესობას გადასცა, თუ რა იყო იქ მერიაში რო იყო და იქიდან იძლეოდა მთელი უმრავლესობა მთელი კომენტარებს. გაუგებარი ჩვენც მიხოთ მაშინ მაგალითად თბილისის საკრებულოს შენობას გაგვithმონ, გაგვითავისუფლონ, ძალიან გვჭირდება ჩვენ მიტინგების ორგანიზებისთვის ის შენობა. გაგვიხსნა პარლამენტის შენობა. მე როგორც ყოფილ დეპუტატ, სხვათა შორის მეორეჯერ არჩეულს და ჩემინებით უარი ვთქვი მე მანდატზე, მომცენ საშუალება შევიდე პარლამენტში, იმიტომ რომ ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება. მაგრამ ეს ყველაფერი არის თამაში. ხა რაც შეეხება ჩემს კითხვას, იმიტომ რომ მეკითხეთ უბრალოდ რომ რა საკითხზე გეგმავთ პრეზიდენტო, თქვენგან გამოვიდა დღეს ეს შეთავაზება რომ საჯაროდ თანხმდებით. ჩვენ ეს ერთი საკითხი ძალიან იქნება თუ სხვა? ყურადღებით უსმენდი დღეს ბატონ სააკაშვილს, რომელიც გამოდიოდა და საუბრობდა აი ამ გუშინდელ აქციაზე, დიალოგზე და ასე შემდეგ. და მან ჩამოთვალა ის პრობლემები, რაც არის ქვეყანაში, რომ არის რაღაც სოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომ სამართლიანობაზე, სხვა საკითხებზე, რომელიც პრობლემაა მართლაც ის მზად არის, რომ დიალოგი წარმართოს. მაგრამ ნინო, მან არ ისაუბრა მთავარ რამეზე. რაც არის ამ ყველაფრის წყარო და საფუძველი. ეს არის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელსაც აღიარებს მთელი მსოფლიო, აღიარებს მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვები არა მარტო თბილისში, მთელ საქართველოში და თითქმის 92% ამბობს და აფიქსირებს, რომ საქართველოში არის მძიმე უმწვავეს პოლიტიკური კრიზისი. ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ჩვენ მიგვაჩნია მისი გადადგომა, იმიტომ რომ ყველაფრის ამის წყარო არის ის პიროვნება, რომელმაც უზურპაცია გაუკეთა ძალაუფლებას. სასამართლო ხელისუფლებაზე ესაუბრებით პრეზიდენტს, მე ეს მაინტერესებს თქვენი შეთავაზებაზე რომ პასუხი მივიღო. გამოსავლად მიგვაჩნია მისი გადადგომა. პოლიტიკური კრიზისი თუ არ დაიძლია, აქ არც უსაფრთხოება იქნება გარანტირებული, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ვერაფერი ვერ გამოსწორდება, თუ პოლიტიკური კრიზისი ჩვენებრივ გადავლახეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის გადასალახავად საჭირო მისი გადადგომა. იქნებ გვითხრან რა არის გამოსავალი უთხრა საზოგადოებას ამბობდა ამას რომ აი დავალოდებით შეიძლება რაიმე საკითხებიც იყოს ანუ განიხილოს თუ არა ოპოზიცია სხვა საკითხებზე ბატონ დავით ბაქრაძე მაინც გაახმოვანოს მათი ხედვა როგორ უნდა დაიძლიოს პოლიტიკური კრიზისი ჩვენ მიგვაჩნია რომ სააკაშვილის გადადგომა მათ ჩამოაყალიბონ და თუ ამას საზოგადოება მიიღებს მე უნდა დავეთანხმო ბატონ კობა დავითაშვილს რომ ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ არ შეიძლება ისე რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლიდერებმა რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ და ეს თავს მოახვიონ საზოგადოებას. ეს არ გამოვა, ეს არის შეუძლებელი. ამ შემთხვევაში თუ მათი წინადადებები, მათი ხედვა, მათი გეგმა კრიზისის დაძლევისა, პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა იქნება მისაღები საზოგადოებისთვის, კი ბატონო, ჩვენ მზათა ვართ ღია შეხვედრისთვის, ამ შეხვედრაზე მოვისმინოთ მათი შეხედულებები, მათი შემოთავაზება, გავაცნოთ ის საზოგადოებას და საზოგადოებასთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, ნინო, ერთ რამეში. მე სრულიად გულწრფელად მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია ახალი მემარჯვენეები, მე, ჩემი მეგობრები ვართ ოპოზიციაში და აი ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილთან. არანაირი პიროვნული რაღაცა შურისძიების გზნობა არ გამოძრავებს. მე ვალ აბსოლუტურად ამ გზნობებისგან განთავისუფლებული. ჩემი და მე მგონი ყველა იქ მომიტინგე ოპოზიციონერის და ადამიანის მთავარი мотиваცია არის ქვეყნის აი ამ მძიეს მდგომარეობიდან გამოყვანა.
ჩვენ გვწამს და მე ეს თქვი ჯერ კიდევ 9 სექტემბერს გასული წლის რომ მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს რესურსი ქვეყანა გამოიყვანოს ამ კრიზისიდან მას აღარ აქვს ნდობა სოფლიოში მას აქვს შეუძლებელია მან აღადგინოს რაიმე ტიპის დიალოგი რუსეთთან და რაც თავარია მან დაკარგა ნდობა საკუთარ ხალხში როცა არ აქვს შენი ხალხის მანდატი ძალიან ძიმია აი ასეთ კრიზისულ სიტუაციაში გამოიყვანო ქვეყანა მდგომარეობიდან კარგი თავშევ კითხოს თუ შეიძლება ამ თემებზე ვსაუბროთ სადაც მაგრამ უნდა დავამთავრო აზრი ნინო კი ბატონო მოკლედ ხშირად მოყავთ ხოლმე ეს მაგალითი სააკაშვილის მომხრეებს რომ აი ბუშს არ ქონდა რეიტინგი მაგრამ მან მიიყვანა ბოლომდე თავისი ვადა მაგრამ ბუშს არ ჩაუყენებია საკუთარი ქვეყანა ისეთ მძიმე მდგომარეობაში რა მდგომარეობაში არის დღეს საქართველო დაკარგული ტერიტორიები სუვერენიტეტი პრაქტიკულად წაღებული ქვეყნის გარეთ და სხვადასხვა სხვა დედაქალაქებში ბრიუსელში ვაშინგტონში თუ მოსკოვში წყდება საქართველოს სუვერენიტეტის და საერთოდ მისი მომავალი ქვეყანაში სრული მიუღებლობა და უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ არის შექმნილი ამ ვითარებაში ბუშს კი არა ვერ გაძლევდა ფაქტია რომ ეკონომიკური კრიზისი როგორც კი გამწვავდა სწორედ არჩევნება მოუსწრო და ამერიკელმა ხალხმა სერიოზულ ცვლილებას დაუჭირა მხარი და ობამა აირჩია რატო გონია ვინმეს რომ საქართველოში ქართულ ხალხს საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ ცვლილება სწორედ ცვლილება რომ უნდათ და ეს ყველაფერი არის ძალიან მშვიდობიანი მიუთითებს იმაზე რომ არავის არ უნდა ძალადობა არავინ არ მოგვახვიოს თავს ის რომ და ნუ ეცდებიან რომ წარმოაჩინონ რაღაც რადიკალებად მარგინალებად და ეს არის დემოკრატიული ოპოზიცია რომელიც ყოველგვარი ძალადობის გარეშე მშვიდობიანად მოახდენს დაუმორჩილებლობის ორგანიზებას. როდესაც საუბრობთ ოპოზიცია სულ ამბობს ამ წუთას თქვენ თქვით რომ ეს აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს და ასე შემდეგ. თქვენი ერთ-ერთ ინტერვიუდან ფრაგმენტი არ ვიცი თუ გამონათქვამიდან დღეს ერთ-ერთ საგონდოში ნახე რომ მხოლოდ ჩვენ შეცდომა შეუძლია სააკაშვილი გადაარჩინოს. ანუ რა შეცდომა შეიძლება დაუშვას ოპოზიციამ, რას გულისხმობთ ამას, რომ თქვა რაიმე ვითარება კანონების ჩარჩოების გარეთ არ გავიდეს, თქვა თუნდაც იმ ფონზე, როდესაც ამდენი ადამიანები სხვადასხვა გამზირებზე უნდა ამდენი ადამიანი უნდა იდგეს და თქვა გაიმართოს აქციები. თუ რა შეცდომას გულისხმობთ ოპოზიციის რომ დღეს ხელისუფლება სააკაშვილი, მერაბიშვილი არიან ჩასაფრებულნი იმისთვის რომ როგორმე შეცდომა დააშვებინონ ოპოზიციას, საზოგადოებას, ხალხს და რას გულისხმობთ ამ შეცდომაში ეს მაინტერესებს. შეცდომა იქნება ის რომ სადმე ძალისმიერი შეჭრა მოხდეს. შეცდომა იქნება რომ ეს პროცესი გავიდეს რაღაც კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა, რაც მიცემს მათ საშუალებას რომ აამოქმედონ თავის ადამიანსჯელო მანქანა და ამავე დროს მთელ დემოკრატიულ მსოფლიოს უთხრან რომ აი ჩვენ ვიცავთ კანონს და კანონის სადარაჯოზე ვართ. ის ძალადობებიც რომელიც ეხლა არც ერთი არ არის გახსნილი, მაშინ როდესაც კი როგორც მე აღნიშნე, ყველაფერი კარგად ფიქსირდება, გუშინ მაგალითად მთელი იმ დროის განმავლობაში ღამე როცა მე იქ ვიყავი გარკვეული პერიოდი უბრალოდ საკანში ვიყავი და ვერ მონაწილეობდი მიტინგში ალექსანდროვის ბაღში იქ მიმდებარე ტერიტორიებზე როდესაც ხდებოდა მიტინგში მონაწილე მოქალაქეების გასვლა მათზე ხდებოდა თავდასხმა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სცემდნენ და ეს ინფორმაცია მოდიოდა საკანონის ადამიანები ბატონო დავით ძალიან ბევრჯერ ამბობთ ანუ ესეთი ფაქტი აი მაგალითად ეხლა ერთ-ერთი ახალგაზრდა არის სამართალყოფოში არის გადაყვანილი ერთ-ერთი ახალგაზრდა მე სწორედ ცოტა შემაგვიანდა კიდევაც თქვენ სტუდიაში მოსვლა, იმიტომ რომ ვესაუბრებოდი პატრულს, ვესაუბრებოდი იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სპეციალურად გამოიძახეს პატრული და ელოდებოდნენ კარგახანს, რომ პატრულის ერთი მანქანა მაინც მოსულიყო, რათა მას მისთვის გადაეცათ შესაბამის სანომრე ნიშნები, ამ მანქანის ფერი, მარკა და ასე შემდეგ. გასაგებია, კიდევ ერთი კითხვა, რაც მინდა დაგისვათ, თქვენი თანაგუნდელი ფიქრიათ ჩიხრაძეც წერდა და მანამდე მინდა ის გავხსნა, რომ თქვენი ალიანსი, ჯერ თქვენ პოლიტიკურ ჯგუფზე რომ ვისაუბროთ, თავდაპირველად იყო უფრო გრძელვადიანი მოთხოვნით, ასე ვთქვათ, რომ როგორ უნდა მომხდარიყო კონსტიტუციურ ფარგლებში, ვთქვათ, ადრინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. იგივე ფიქრია ჩიხრაძე წერდა, მე ყოველთვის საგაზეთო ინტერვიუს ვადევნებ ხოლმე თვალს, რომ მე ჩემს სტუმრებთან ვთქვათ, ასე ვთქვათ, ეს გამოვიყენებუნებრივია, რომ როცა მათ ვეუბნებოდით, რომ არ გამოგვეცხადებინა აპოკალიფსური დატვირთვით 9 აპრილი, ქალბატონი ფიქრიათას გულისხმობდით იმასაც, რომ გვინდოდა თუ არა ყველანი ხდებოდით ამ თარიღის მძევალი და იქვე შემდეგ ფრაგმენტში დასდევს, რომ ხშირად ასეთი დათქმები თარიღების აჩენს მოთხოვნილებას, რომ რაღაც ხელოვნურად მოიფიქროს სიტუაციის გამწვავებისთვის. ამას ალბათ ხვდებით, რატომ მოვიყვანეს ფრაგმენტი, ხომ არ არის მიზეზი, ვთქვათ, რის გამოც გამწვავებაზე მიდის იგივე ოპოზიცია და იგივე თქვენი ალიანსი, რომელსაც თავდაპირველად სხვა გეგმა ჰქონდა და შემდეგ უკვე შეუერთდა ამ 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებს და მოთხოვნებს. გვქონდა მცდელობა, რომ ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, შვიდი
ბევრად უფრო ასე ვთქვათ ემოციებისგან თავისუფალი გზით მიგვეღწია ამ შედეგისთვის, აი ამ პოლიტიკური კრიზისის გამოხდისთვის და სწორედ ამას უკავშირდებოდა ჩვენი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ, რათა რეფერენდუმით საზოგადოება საქართველოს მოქალაქეებს გადაეწყვიტათ, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ იყო პლებისციტი, რომელიც თქვენი ძალებით უნდა ჩაგეტარებინა. მე მგონი ძალიან სწორი შეთავაზება, მაგრამ ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა ამ შეთავაზებას და ჩათვალა, რომ არანაირი საჭიროება ამის არ არის. ხელისუფლება რაღაცნაირად იწვევდა საზოგადოებას, იწვევდა ოპოზიციას, რომ აბა ნახოთ რა შეგიძლიათ, რამდენ ხალხს გამოიყვანთ და სულ იყო ესეთი რაღაც გამომწვევი ქმედება ხელისუფლების მხრიდან. ბოლო მომენტამდე ხელისუფლების მხრიდან საერთოდ არ იყო საუბარი და ბოლო მომენტში დაიწყეს საუბარი. მოწოდებები დიალოგზე დავით მაშინაც. მერის პირდაპირ არჩევნებზე 2010 წელს. მე ვთვლი, რომ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია მერის პირდაპირ არჩევნები, თბილისის მერზეა საუბარი, მაგრამ ეხლა ამ კონტექსტში სრულიად ამოვარდნილია, იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისის მიზეზი არ არის თბილისის მერი და კონკრეტულად გიგი უგულავა. პიროვნულად გიგი უგულავა, რომელიც მონაწილეობს აი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რომელიც მიიღება ბოლო პერიოდში საქართველოს, შეიძლება არის, მაგრამ თავად მერის ინსტიტუტი არ არის კრიზისის საფუძველი და წყარო, ამიტომ არაადეკვატურია ეს შემოთავაზება და იმიტომაც არ მიიღო არც საზოგადოებამ და არც ოპოზიციამ ეს წინადადება. შემდგომ ჩვენ იძულებული გავხდით, რომ თავად წამოგვეწყო საერთო სახალხო პლებისციტი, ანუ გამოკითხვა, როდესაც ჩვენ მთელ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევდით საშუალებას, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ გამოკითხვაში და დაეფიქსირებინათ თავიანთ პოზიცია. უნდათ თუ არა, რომ უმოკლეს ვადაში საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. სულ რაღაც ერთ კვირაში, ნინო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გამოგვეკითხა მივსულიყავით და ეს შესაძლებლობა მიგვეცა 500,000-ზე მეტი ადამიანისთვის, რითაც ისარგებლა 403,000 მაგაცმა და ძალიან დიდმა უმრავლესობამ აი ამ 500,000-დან დაახლოებით 77%-მა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ხარს უჭერს უახლოეს ვადაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. პოზიცია არის ძალიან მკაფიო და შემდგომ კიდევ ერთი პლებისციტი შედგა გუშინ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე, როდესაც უზარმაზარი რაოდენობა ხალხისა გამოვიდა და დააფიქსირა პოზიცია. ეს მიტინგი ტარდებოდა ერთი მოთხოვნით, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა ნება, მაგრამ ხელისუფლებას და პირველ რიგში სააკაშვილს არ აქვს სურვილი, რომ დაინახოს, გაიგონოს და შეისმინოს ხალხის ეს შეგონება. ჩვენ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გავამწვავებთ ამ ჩვენს ქმედებებს და ეს არ არის თვითმიზანი, რა თქმა უნდა, მოლოდინი საზოგადოებაში თუ გაჩნდა გარკვეულ ნაწილში, რომ ეს ყველაფერი 9 აპრილს დამთავრდებოდა, ეს არის ცუდი და ჩვენ უხსნით საზოგადოებას, რომ 9 აპრილი გაგრძელდება პირობითად 9 აპრილი იმდენ დღეს და იმდენ ხანს, სანამ ჩვენ არ მივახცეთ მიზანს. ეს მიზანი ჩვენთვის კონკრეტული ალბათ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან და ამისთვის აუცილებელი პირობა სააკაშვილის გადადგომა. გასაგებია, ბატონო დავით, მინდა გითხოთ, ხელისუფლება ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომ თქო მსგავსი არეულობა თუ არ ვიცი რა შეიძლება, აქციების ფონზე, არასტაბილურობის ფონზე ქვეყანა სუსტდება, თქო იქ საუბარია რომ არ შემოდის ინვესტიციები და ბევრი რამ ჩერდება და ყველა შიგნით თუ გარეთ ქვეყნის ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები. რას ფიქრობს ამაზე ოპოზიცია და თქო პირადად თქვენ, რომელიც იგივე ბიზნესიდან მოხვედით თავის დროზე პოლიტიკაში? იცით, ეს არის უბრალოდ დემაგოგია, ჩვეული სააკაშვილის აბსოლუტურად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ინვესტიციებისთვის მე უკვე აღნიშნე არის ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც ქვეყანა ჩააყენა მიხეილ სააკაშვილმა თავის უგუნური პოლიტიკით იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მხოლოდ აგვისტოს არ უკავშირდება. პრაქტიკულად კრიზისი დაიწყო ბევრად უფრო ადრე, 2007 წელს. დაიწყო პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან, როდესაც ის ადამიანის უფლებებს არღვევდა, ძალადობას ამკვიდრებდა, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, როდესაც ამ უკმაყოფილებამ კრიტიკულ მასას მიაღწია, დაიწყო გამოსვლები 2007 წლის 2 ნოემბერს უზარმაზარი რაოდენობა ხალხის გამოვიდა ქუჩაში და მაშინ ახალმა მემარჯვენებმა მაშინაც შევთავაზეს ყველაზე კონსტიტუციური და ასე ვთქვათ ღირსეული გამოსავალი რეფერენდუმი ამ პლებისციტით. და მაშინაც იგნორირება მოხდა. მსგავსი შეთავაზებიდან ზუსტად ეს და მაშინაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს არ არის სერიოზული სიმწვავე და ისინი მოახერხებდნენ ამის კონსტრუქციული ოპოზიციაც გიწოდეს, გახსოვთ ნოემბრის მოვლენები. როგორ არ მახსოვს? მე მზათავარ, ხან რადიკალური ოპოზიცია მიწოდონ, ხან კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩემი და ჩვენი გუნდის
თავარი მიზანი პოლიტიკაში არის ის, რომ ჩვენ ვემსახუროთ ქვეყანას და ხალხს. ხანდახან ეს არის არაპოპულარული, ხანდახან ხალხს არ მოწონს ჩვენი ესა თუ ის განცხადება ან ქმედება, მაგრამ ჩვენ არ ვართ პოპულისტები. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობა აი ამ კრიზისზე ეკისრება სააკაშვილს და სწორედ ეს კრიზისი არის შემაფერხებელი ინვესტიციების შემოდინებისა. პრაქტიკულად მას შემდეგ რაც სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და პრაქტიკულად მიითვისა ძალაუფლება, შემდგომ ამას მოყვა გახსოვთ საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, მე ის იძულებული გახდა რომ რაიმენაირად შეენარჩუნებინა ძალაუფლება, წასულიყო გარკვეულ ავანტურაზე და თავისი ფეხით შეაბიჯა იმ ხაფანში, რომელიც რუსეთმა მოგვიწყო ცხინვალში და ქვეყანა აღმოჩნდა იმ ომში, რომელიც თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის. ეხლა გეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში აღარ შემოდის ინვესტიციები, ქვეყანაში არის ახალი ტერიტორიები დაკარგული, ამდენი ახალი დევნილი, ამდენი დაღუპული, დობა დაკარგული და საქართველოში რამდენიც არ უნდა გვაჩვენონ ხან თურქული კომპანია, ან ეგვიპტური კომპანია, მე ძალიან მიხარია თუ ვინმე დღეს შემოდის, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღეს ინვესტიციას არავინ არ დებს, იმიტომ რომ ყველა ელოდება განმუხტვას და ყველა ელოდება ცვლილებას ხელისუფლებაში. ბატონო დავით, ბევრს საინტერესებს თუ აქვს ოპოზიციას თქვა კონკრეტული გეგმა იმ შემთხვევაში, თუ დავუშვათ გადადგა პრეზიდენტი. სულ ამაზე საუბარი რა იქნება მერე. საკმაოდ ბევრი ლიდერია წარმოდგენილი და ბევრი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთი მოთხოვნის ირგვლივ ერთიანდება, თუმცა რა იქნება მერე, არავინ არ იცის. ნინო, ძალიანაც კარგი, რომ არ არის ერთი გამოკვეთილი ბელადი, იმიტომ რომ თუ გახსოვთ მაშინ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებდით, იმიტომ რომ მაშინ იკვეთებოდა რაღაც ახალი ბელადი თითქოს იმ მოძრაობისა, რომელიც აღარ აძლევს საშუალებას საზოგადოებას ამომრჩეველს, რომ არჩევანი გააკეთოს. სააკაშვილის გადადგომა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მერე ეგზალება არჩევნებში მონაწილეობა და საპრეზიდენტო არჩევნებში მე არ ვიცი, შეიძლება ნაციონალურ მოძრაობამ დაასახელოს ბატონი დავით ბაქრაძე პირობითად. ჩვენი ალიანსი გაცხადებული გვაქვს, რომ ასახელებს ირაკლი ალასანიას, შალვა ნათელაშვილი აუცილებლად მიიღებს. რა თქმა უნდა, ბევრი კანდიდატი უნდა იყოს. ნინო, უნდა იყოს ბევრი კანდიდატი და მეტნაკლებად თანაბარი ძალის მქონე კანდიდატები, რათა აღარ გყავდეს ჩვენ 97%-იანი პრეზიდენტი. ეს იყო თავი. აღარ იქნებით პრეზიდენტობის კანდიდატი, რადგან ამ არჩევნებზე ნამდვილად არ ვიქნები. მე განვაცხადე ეს საზოგადოებრივი არხის ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში, რომ მე როგორც კი დაინიშნება არჩევნები, მხარს დაუჭერ და ჩვენი ალიანსი წამოაყენებს კონკრეტულად ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ერთობა არის მოწოდებული იმისთვის, რომ რეალური ცვლილება და რეალური სიახლე შესთავაზოს. ჩვენ ხო ამ ბოლო დღეებში უბრალოდ აღარ იყო ამის დრო, თორემ მოვამზადეთ ძალიან სერიოზული ეკონომიკური პროგრამა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი. ჩვენ გვაქვს განათლების პროგრამა, უსაფრთხოების პროგრამა, საგარეო პოლიტიკა როგორ უნდა წარიმართოს. ანუ კრიზისიდან გამოსვლის ჩვენეული ხედვა არის ჩამოყალიბებული, მე ალიანსზე ვსაუბრობ და როგორც კი შეიქმნება თუ აპირებს თქვა იგივე ესაუბრებთ ხელისუფლებას ან პრეზიდენტს, რომელსაც დღეს საუბრობთ, რადგან დაასახელეთ ეს კონკრეტული თქვა საკითხი, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის პირობებში, ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში შეუძლებელია რაიმე კრიზისის დაძლევაზე საუბარი. სწორედ ამიტომ ამბობთ, რომ ჩვენ ვხედავთ კრიზისის დაძლევას და გამოსავალს ამ კრიზისიდან მის გადადგომაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოებას ალბათ აინტერესებს. მე პირადად ნამდვილად მაინტერესებს. იქნებ სააკაშვილმა შემოგთავაზოს და დაგვისაბუთოს, რომ მისი გადადგომის გარეშე შესაძლებელია ამ კრიზისის დაძლევა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეიძლება ვინმესთვის თვითმიზანი იყოს გაუთავებლად გადაყენება პრეზიდენტების. მე სულაც არ მიტაცებს ის, რომ საქართველოში ვერ ამთავრებდეს თავის კონსტიტუციურ ვადას ვერც ერთი პრეზიდენტი. მაგრამ სამწუხაროდ ეს არის მათი ბრალი, ამ შემთხვევაში ეს არის სააკაშვილის ბრალი, რომ მან ქვეყანა შეიქმნა ისეთ კრიზისში და ისეთ ჩიხში, რომ ის ვეღარ მოახერხებს ვერანაირად, კარგია რომ ციტირება გააკეთეთ ჩემი სიტყვების, თუ ჩვენ არ დაუშვით შეცდომა, ვეღარ მოახერხებს არა თუ 2013 წლამდე. გარწმუნებთ რომ 2010 წლამდეც კი ვერ მიიტანს ის ქვეყანას აი ამ მდგომარეობაში. დიდი მადლობა. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო დავით გამყრელიძე, ახალი ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ჩვენ მოვისმენთ ხელისუფლების პირველ პასუხს იმ შეთავაზებაზე, რომელიც დღეს ალიანსის ლიდერმა გააჟღერა, ანუ დიალოგი პრეზიდენტთან საჯაროდ და საზოგადოების თანდასწრებით.
როგორ უყურებს ხელისუფლება ქუჩაში გამოხატულ პროტესტს? ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავის პროტესტი გამოხატოს შვიდობიანად. ადამიანები, ვინც არიან გამოსული პროტესტით, მათ აქვთ უდიდესი ღირსება და ამ ღირსებას გაფრთხილება უნდა. უმრავლესობის პასუხი ოპოზიციის ულტიმატუმზე მართველი გუნდი ისევ დიალოგის მომხრეა. საუბარი ყველაფერზე ოპონენტების მთავარი მოთხოვნის გარდა. დიალოგისათვის ხელისუფლება იყო მზად, არის მზად და იქნება მზად, მაგრამ ეს დიალოგი არ შეიძლება განვითარდეს ულტიმატუმების ედით, რომ შენ წადი, მე მოვალ. საპროტესტო აქციების დილა და მოულოდნელი შეხვედრა რუსთაველზე. ქვეყნის პირველი პირები და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის გვერდით. ესაც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად დამდგარი ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დაცვას. რას ფიქრობს დავით ბაქრაძე 9 აპრილის მოულოდნელ დილაზე და იმ დღეს დაწყებულ აქციებზე პარლამენტის წინ? პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაში. რეკლამის შემდეგ პოზიცია პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება მოვისმინოთ ხელისუფლების პირველი პასუხი ოპოზიციის დღევანდელ შეთავაზებაზე. ვგულისხმობ დიალოგს პრეზიდენტთან საჯაროდ, რაც დღეს მიტინგზე გახმოვანდა. ჩემი სტუდიის სტუმარია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. საღამოშტობისა ბატონო დავით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის სტუდიაში და ფაქტიურად უკვე დავსვი პირველი კითხვა, რა იქნება ხელისუფლების პასუხი, ანუ დათანხმდება ხელისუფლება ამ შეთავაზებას, როდესაც საუბარია რომ ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს დასხდეს პრეზიდენტთან პირისპირ საჯაროდ საზოგადოების წარმომადგენლების თანდასწრებით. საღამომშვიდობის, მოგესალმებით, ნინო, მე თავიდანვე მინდა აბსოლუტურად ცალსახად გადავაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს უჭერთ დიალოგს, ნორმალურ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ დიალოგს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან და ეს იყო ჩვენი პოზიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში. ოღონდ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ჩვენ მხარს უჭერთ დიალოგს და არა სატელევიზიო შოუს და არა იმ ფორმას, რომელიც საზოგადოებაში გამოიწვევს მუხტის გაზდას და არა მუხტის შემცირებას. მე მინდა აგიხსნათ ეს პოზიცია პირველი, რა არის დიალოგის შედეგი. დიალოგის შედეგი უნდა იყოს საზოგადოებაში დაპირისპირების შენელება, შემცირება და კონსენსუსისკენ წასვლა. ამ დროს ჩვენ დღეს აბსოლუტურად მკაფიოდ მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიის მთელი რიგი ლიდერებისგან, რომ ამ დიალოგის შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომაზე საუბარი. ეს რეალურად არის არა დიალოგი, არამედ იმავე ულტიმატუმის გაჟღერება კიდევ ერთხელ უშუალოდ პირადი შეხვედრის დროს, რომელი ულტიმატუმით ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ეს არ არის დიალოგი. მეორე, რა არის ამ დიალოგის მიზანი? ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ ამ დიალოგს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ სოფლიო თანამეგობრობის თვალში ჩვენ ჩამოგვართვან ეს იარაღი და თვითონ ჩაიდონ ჯიბეში, ანუ სოფლიო თანამეგობრობის თვალში გამოჩნდეს, რომ ოპოზიცია ითხოვს დიალოგს. და მესამე, რა არის ამ დიალოგის ფორმატი? და დიალოგის ფორმატი გახლავთ სატელევიზიო შოუ. მე უბრალოდ მიჭირს სერიოზულად აღვიქვა შეთავაზება, რომ პოლიტიკური დიალოგი უნდა მიმდინარეობდეს პირდაპირ ეთერში. ბატონო დავითაშვილმა ახსენა, რომ ჩვენ ვთავაზობთ შოუს, ჩვენ არ ვთავაზობთ შოუს, ჩვენ ვთავაზობთ გრძელვადიან თანამშრომლობას ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. დიალოგი არის გრძელვადიანი სამუშაო ურთიერთობა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და არა ერთსაათიანი ლანძღვაგინება პირდაპირ ეთერში. ეს არის სატელევიზიო დებატი. რას ვთავაზობთ? ოპოზიციის არგუმენტი სულ არის ამ დროს ის, რომ უნდობლობაა ხელისუფლების მისამართით მსგავსი დიალოგი, იმიტომაც ახსენებთ თქვა სატელევიზიო შოუ ბატონმა კობა დავითაშვილმა და ამიტომ არ იღებენ მონაწილეობას, თქვა ეს არის დიალოგი დიალოგისთვის. ნებისმიერი ნდობა დამყარებული უნდა იყოს შედეგზე, ჩვენ ვთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს. როდესაც ოპოზიცია პრინციპულად ითხოვს მხოლოდ პირდაპირ ეთერს, მე ეჭვმიჩნდება, რომ არსებობს უნდობლობის პრობლემა, ოღონდ ლიდერებს და მათ საკუთარ მხარდამჭერებს შორის, რომელთაც სურთ პირდაპირ ეთერში დაანახონ, რამდენად უკომპრომისოები არიან და რა მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ უკვე უშუალოდ დედის გინება, როგორც ეს დღეს მიტინგზე გახმოვანდა და მიტინგზე მოვისმინეთ. ასეთი ფორმით უნდა შედგეს დიალოგი და ასეთი ფორმით დიალოგი განმუხტავს დღეს არსებულ დაძაბულობას. ანუ თუ შევხედავთ შედეგის თვალსაზრისით, დღევანდელი შეთავაზება ოპოზიციის არის აბსოლუტურად არა შედეგზე ორიენტირებული, ანუ თავიდანვე აცხადებენ, რომ ერთადერთი შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ულტიმატუმის შესრულება და პრეზიდენტის წასვლა და არა რაიმე სხვა, ანუ მათ არ აინტერესებთ შედეგი. თუ შევხედავთ დიალოგის მიზანს, მიზანი არის ერთადერთი, რომ შეუქმნა შთაბეჭდილება სოფლიო თანამეგობრობას, რომ ოპოზიცია მოდის დიალოგზე და ეს ისევ მათი ციტატაა დღევანდელი მიტინგზე გამოსვლიდან გეხსოვებათ კარგად. და მესამე, რა არის ფორმატი და ფორმატი არის ისეთი, რომელიც რეალურად კი არ შეამცირებს დაძაბულობას, კი არ
მოხსნის დაძაბულობას, არამედ პირიქით ამ დაძაბულობას გადაიყვანს უფრო მაღალ ხარისხში. ამიტომ ასეთი ფორმით დიალოგი ბუნებრივია, დიალოგად ვერ ჩაითვლება. მაშინ რა ფორმატით დიალოგს თანხმდება ხელისუფლება, ასე ვთქვათ, და რა საკითხებზე, ანუ თუ ოპოზიცია ითხოვს მხოლოდ ერთ საკითხზე საუბარს და ეს არის ვთქვათ საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნების დანიშნა და პრეზიდენტის გადადგომა. რას თავაზობს ხელისუფლება, იმიტომ რომ თქვენს მიერ შეთავაზებულ ვთქვათ კონკრეტულ საკითხებზე უკვე ითქვა უარი, გულისხმობ იგივე კრიზისის დაძლევა, კონსტიტუციური ცვლილებებზე იყო. არა და გარკვეული ლიდერები ამბობენ ვთქვათ იგივე ოპოზიციის მხრიდან, რომ დაველოდებით რა შემოგთავაზებს ხელისუფლება. კი ბატონო, ჩვენ ვთავაზობთ არა სატელევიზიო დებატებს. სატელევიზიო დებატები ძალიან კარგია, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს და სატელევიზიო დებატები არ წარმოებს სახელმწიფოს მეთაურს, პრეზიდენტს და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებს შორის, როგორც ქვეყანაში არსებული დიალოგის ნაწილი. სატელევიზიო დებატს აქვს თავისი ადგილი და ფორმატი. ჩვენ ვთავაზობთ ისეთი თამაშის წესების შექმნას, ისეთი სისტემის შექმნას, სადაც ოპოზიციას ექნება ბევრად უფრო ძლიერი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და სადაც იქნება კონკრეტული თანამშრომლობის მექანიზმები ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ის რომ ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ საარჩევნო გარემოს შეცვლას და თანახმავართ კონსულტაციები ჩავატაროთ ყველა იმ თემაზე, რომელსაც წლების მანძილზე ოპოზიცია უშედეგოდ აყენებდა. ეს ხომ არის რეალური ბერკეტი, დამატებითი ბერკეტი, რომელსაც ჩვენ ოპოზიციას ვაძლევთ, რომ შემდეგ არჩევნებზე მისი გავლენა ქვეყნის მართვაში იყოს უფრო ძლიერი. ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო რეფორმაზე, იმაზე რომ უნდა გავაძლიეროთ პარლამენტი და დავაბალანსოთ პრეზიდენტის ხელისუფლება. ამაზე ხო წლების მანძილზე საუბრობდა ოპოზიციის ნაწილი. ესეც ხო ნიშნავს ოპოზიციის უკეთეს და უფრო ეფექტურ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში. ის რომ ჩვენ ვთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას. ესეც ხო იგივეს ნიშნავს. ანუ რეალურად ჩვენ ვთავაზობთ მოდელს. ეს არის გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან. არა, კრიზისთან დაკავშირებითაც გეტყვით. ჩვენ ვთავაზობთ მოდელს, რომლითაც ჩვენ ამ წუთში კი არ მივაღწევთ კონსენსუსს და კონიუნქტურიდან გამომდინარე კი არ დავაკმაყოფილებთ ან არ დავაკმაყოფილებთ ვიღაცა ლიდერს. აქ არ არის ლიდერების ამბიციებზე საუბარი. ჩვენ ვთავაზობთ მოდელს, რომ ამ ქვეყანაში შევქმნათ სტაბილური გარემო, გრძელვადიანი სტაბილური გარემო. ეს არის ჩვენ ინტერესებშიც. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ბუნებრივია, ჩვენც ვიქნებით ოპოზიციაში, ამიტომ ჩვენ ინტერესებშია, რომ შევქმნათ სტაბილური პოლიტიკური გარემო, სადაც ოპოზიცია იქნება ძლიერი და ღირსეულად წარმოდგენილი ქვეყნის მართვაში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ის სამი ინიციატივა, რომლითაც გამოვედით, უშუალოდ ემსახურება ოპოზიციის გაძლიერებას და გრძელვადიანი სტაბილური გარემოს შექმნას. გარდა ამისა, ვთავაზობთ ეკონომიკაზე საუბარს, მე არ ვიცი რატო გახდა ქილიკის თემა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და არავის არ უთქვია, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ საკუთარ ეკონომიკას, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ უმუშევრობას, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ სოციალურ პოლიტიკას, ჩვენს ჯანდაცვას და ეს არის პირველხარისხოვანი თემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის ქილიკი ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი. ამაზე ვისაუბროთ და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც ქვეყნის უსაფრთხოება. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს აქ გადასაჭრელი უმნიშვნელოვანესი საკითხები და აქაც ხელისუფლება და ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ერთად, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და ეს თემები გადაწყდეს. კარგი, ბატონო დავით, დიალოგის თემა რომ ამოვწურო, იმიტომ რომ ბევრი შეკითხვა მინდა მოვასწრო, რომ დაგისვათ, განიხილავთ თუ არა ეს მაინც დამიკონკრეტეთ, ანუ თქვათ იმას, რომ პრეზიდენტი პირადად ჩაერთოს მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ თქვათ მიხეილ სააკაშვილი ვიხილოთ რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შევთანხმდით ნორმალურ პოლიტიკურ დიალოგზე, რომელიც იქნება გათვლილი მართლაც ნორმალურ თანამშრომლობაზე, რომელიც არ იქნება გათვლილი ერთმანეთის დედის გინებაზე, ისევ ვიმეორებ, იმიტომ რომ მე უბრალოდ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, როდესაც ადამიანი, რომელსაც ამბიცია აქვს პოლიტიკური ლიდერობის და ამბიცია აქვს, რომ ერის და ქართველი ხალხის სახელით უნდა საუბრობდეს, ასეთი ადამიანი თავს უფლებას აძლევს, რომ მიტინგზე საჯაროდ დედა იგინოს. მე შეურაცხყოფილი ვარ როგორც ქართველი და როგორც საქართველოს მოქალაქე იმითი, რომ ასეთი ადამიანი საქართველოს სახელით ლაპარაკობს. და უკაცრავად ემოციისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად ძალიან შეურაცხყოფელი იყო, არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელისთვის, როგორც ელემენტარული ნორმალური ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. ამიტომ ჩვენ შევქმნათ ისეთ პირობები, სადაც ერთმანეთს კი არ ვაგინებთ, არამედ ნორმალურად დავსხდებით და ვისაუბრებთ. ასეთ ნორმალური საუბრისთვის პრეზიდენტი ყოველთვის მზად არის. და ბატონო დავით, რა ჩვენა ხელისუფლებას 9 აპრილმა, თქო გუშინდელმა დღემ და ნუ თუნდაც დღევანდელმა, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა თქვენს წინააღმდეგ. ანუ შეუერთდა ოპოზიციის მოთხოვნას თავის მხარდამჭერებთან ერთად. რა ჩვენა ამ დღემ თქვათ იგივე ხელისუფლებას?
რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროტესტი არის მნიშვნელოვანი და ღირებული და ეს არ არის უბრალოდ რიტორიკა და მე უბრალოდ მაგალითს მოგიყვანთ, რამდენი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში, გამომდინარე სწორედ ხალხის იმ განწყობებიდან, რომელიც ჩვენ დავინახეთ წინა პერიოდის განმავლობაში და ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით ჩვენი პოლიტიკა მომავალში ისე გავაგრძელოთ, რომ უკმაყოფილო ხალხი, რომელიც თulis რომ პრობლემის გამო ქუჩაში უნდა გამოვიდეს, ამ ქვეყანაში იყოს ნაკლები. ამიტომ ეს ჩვენთვის არის ბუნებრივია, მართლაც ღირებული სამუშაო და ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ საშინაო დავალება უკეთესად დავგეგმოთ მომავალი ისე რომ უკმაყოფილო მოსახლეობა, გაჭირვებული მოსახლეობა ამ ქვეყანაში იყოს ნაკლები და გაჭირვებასთან ბრძოლა არის ჩვენი პრიორიტეტი. გარდა ამისა, მე მინდა ნამდვილად კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ გუშინდელმა მიტინგმა ნამდვილად აჩვენა ამ ქვეყანაში სამოქალაქო შეგნების ზრდა და ნამდვილად აჩვენა მაღალი პასუხისგებლობა, როგორც ოპოზიციის ლიდერების მხრიდან და გუშინ მათი საქციელი ნამდვილად პასუხისგებლობის გზნობიდან იყო გამომდინარე, ასევე რიგითი ადამიანების მხრიდან, რომელიც ქუჩაში გამოვიდნენ, მე ნამდვილად არ შემიძლია და არ ვაპირებ მათ ეს დაუკარგო და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეც და ხელისუფლების წარმომადგენელიც, მე ნამდვილად მადლიერი და მოხარული ვარ, რომ ქვეყანა ბევრად წინ წავიდა სამოქალაქო შეგნების და პასუხისგებლობის თვალსაზრისით. სხვათა შორის იგივეს ვიტყოდი მე ზუსტად ხელისუფლებაზე და იგივეს ვიტყოდი პოლიციის მუშაობაზე, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა წესრიგის დასაცავად, ოღონდ ისე რომ პრაქტიკულად პოლიცია საერთოდ არ ჩანდა და თქვენ ნახეთ რომ ქუჩაში საერთოდ არ იგრძნობოდა პოლიციის ყოფნა, ამიტომ ამ კუთხით მე ვფიქრობ გუშინდელი დღე მთლიანად ქვეყნისთვის, არა ოპოზიციისთვის, არა ხელისუფლებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის გუშინდელი დღე იყო პოზიტიური დღე. კარგით, ბატონო დავით, თუმცა თქვენ ახლა პოლიცია ახსენეთ, იგივე დავით გამყრელიძე ამ სტუდიაში ამბობდა, რომ დიახ, პოლიცია ნაკლებად ჩანს, ხდება ფიზიკური ზეწოლა მომიტინგეებზე, გარკვეულ ქუჩებზე, სადაც უკვე ვთქვათ, აღარც ტელეკამერებია და აღარც მომიტინგეები დგანან, რაღაც კონკრეტული ფაქტები დაასახელა. რა სიტყვით ამაზე, გაქვთ გავს ინფორმაცია და ვთქვათ, სად არის ამ დროს იგივე სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები? მე მინდა კატეგორიულად დავგმო, აი აქ პირდაპირ საჯაროდ თქვენ ეთერში კატეგორიულად დავგმო ნებისმიერი ძალადობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის და ნებისმიერი დადასტურებული ფაქტის შემთხვევაში ჩვენ გვექნება, ეს არ არის მხოლოდ ჩემი სახელი საუბარი, ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. დღეს საქართველოში ჩამოსულია უბრალოდ ასობით უცხოელი ჟურნალისტი, მე ამდენი ჟურნალისტი არ მახსოვს აგვისტოს აგრესიის პირობებშიც კი. საქართველო დღეს არის ფაქტიურად მთელი მსოფლიოს ხელის გულზე და ნებისმიერი დარღვევა, ნებისმიერი ძალადობა, რომელიც დღეს შეიძლება მოხდეს საქართველოში, რა თქმა უნდა ვერ დაიმალება და ვერ იქნება შეუჩნეველი. ამიტომ თუ არის ასეთი ძალადობის ფაქტები, მე მოუწოდებ ძალადობის მსხვერპლსაც, მათაც ვისაც ინფორმაცია გააჩნიათ, განაცხადონ ამის თაობაზე ხმამაღლა და მე მინდა კატეგორიულად დავგმო ნებისმიერი ძალადობა და განვაცხადო, რომ ნებისმიერ დადასტურებულ ფაქტზე ჩემი პირადი და ჩვენი რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გასაგებია, ოპოზიციამ ეს ეროვნული დამორჩილებლობის გზა აირჩია. საინტერესოა რა გეგმავს ხელისუფლებას, თქვა ამ დაძაბულობის განსამუხტად, თუნდაც იმ ფონზე, როდესაც თბილისში თქვა პარალიზებული იქნება მთავარი გამზირები, დღეს სამი გამზირი იყო, შესაძლოა მეტი იყოს, იმიტომ რომ ოპოზიცია ამბობს, რომ შესაძლოა მან უფრო ფართო მასშტაბი მიიღოს. რამდენად უსაფრთხო ხდება ვთქვათ თბილისი ამ ფონზე და რას აპირებს ხელისუფლება, კიდე გამემეორე კითხვას ამ დაძაბულობის განსამუხტად? ბუნებრივია ეს არის ოპოზიციის უფლება, რომ კანონის ფარგლებში გააგრძელოს ან არ გააგრძელოს აქციები, თუმცა როგორც წესი ხა მსოფლიოში ასეთი ტიპის აქციები ძალიან დიდხანს არ გრძელდება, ხა მაგალითისთვის თუნდაც პარიზსაც გაგახსენებთ, სადაც 3 მილიონი ადამიანი იყო და ეს აქცია კონკრეტული მოთხოვნებით კონკრეტულ ვადაში დაიშალა, მაგრამ აბსოლუტურად ეს არის ოპოზიციის უფლება, ეს არის იმ ადამიანების უფლება, ვინც თვლიან, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდნენ, ხელისუფლების პოზიცია იქნება იგივე, რომ ჩვენ დავიცავთ წესრიგს, აქციაზე იქნება სიწყნარე, სიმშვიდე, ამ ადამიანებს ხელს არავინ არ შეუშლის, რომ თავისი პროტესტი გამოხატოს და პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ბევრად მეტი პასუხისგებლობით მუშაობა იმაზე, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება, ქვეყანა არ დაინგრეს და მე ძალიან ვწუხარ, რომ დღეს ერთ-ერთი ლიდერისგან ოპოზიციის საჯარო ეთერში ისეთი განცხადებაც კი მოვისმინე, რომ ჩვენ ამ აქციებით მივაღწევთ ეკონომიკურ სტაგნაციას, მივაღწევთ იმას, რომ შევაჩერებთ ინვესტიციებს და ამით ვაიძულებთ ხელისუფლებას. უკაცრავად, მაგრამ თუ ვინმე მიაღწევს ბჭყალებში ინვესტიციების შეჩერებას და ეკონომიკურ სტაგნაციას, ამით ხელისუფლებას არ აიძულებს, ამით ქვეყანას დაანგრევს და ამით მილიონობით ადამიანს დატოვებს უარეს გაჭირვებაში. ამიტომ მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ეს იყო ერთი ადამიანის ემოციური განცხადება და ჩვენ როგორც ხელისუფლება გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი, გრძელდებოდეს ნორმალური ეკონომიკური ფუნქციონირება და არის ვთქვათ მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ ან გადაწყვეტილებების შეცვალოს, ან რაიმე დათმობაზე წავიდეს, გულისხმობ ოპოზიციის მოთხოვნას.
და არა კონკრეტულ საკითხებზე დათრობას. ჩემთვის რთულია ოპოზიციის მოთხოვნებზე საუბარი, ჯერჯერობით არის ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა. ანუ შესაძლოა ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეიცვალოს თქვა არა, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და არ შეიცვლება ერთი მიზეზის გამო. ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს უნდა დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა. ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა არის ჩვენ ვისწავლოთ ჩვენი საკუთარი არჩევანის პატივისცემა. საქართველოს ისტორიის მანძილზე ბოლო 20 წლის განმავლობაში მეუბრალოდ შეგახსენებთ. 1999 წელს პარლამენტის წინ მოწყობილ აქციებს გადაყვა მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება. 92 წელს იმავე ადგილას ჩატარებულ აქციებს მოყვა პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობა. 2003 წელს იმავე ადგილას ჩატარებულ აქციებს მოყვა პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა. 2007 წელს იმავე ადგილას ჩატარებულ აქციებს მოყვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ პოლიტიკურ მენტალიტეტში ხელისუფლების ცვლა უკავშირდება აქციას. სანამ ეს მენტალიტეტი არ შეიცვლება და სანამ ქვეყანაში არ მივეჩვევით, რომ ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლის არის არჩევნები, ჩვენ მუდმივად ვიმოძრავებთ ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე და ვერასდროს ვერ გვექნება ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განცდა. აი ამ პოლიტიკური სტაბილურობის განცდისთვის ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ უნდა ვცეთ პატივი საკუთარ არჩევანს, ქართველები სულ სწრაფი ხალხი ვართ, მესმის მოუთმენლები ვართ, მაგრამ არ შეიძლება, როდესაც ადამიანს ირჩევ 4 წლით, მოგწყინდეს 1 წლის მერე და მოითხოვო მისი გადაყენება. იმიტომ რომ ესე ჩვენ ვერასდროს წინ ვერ წავალთ. ერთშვენიერ დღეს კი ბატონო, წარმოიდგინეთ ნინო, რომ ხვალ დავნიშნეთ არჩევნები და ავირჩიეთ სხვა პრეზიდენტი და რა 6 თვის მერე ჩვენ დავიწყოთ ჩვენი მომხრეების გამოყვანა ქუჩაში და ჩვენ მოვითხოვოთ იმ პრეზიდენტის გადაყენება. დამერწმუნეთ, რომ ჩვენც მოვახერხებთ რუსთაველზე ადამიანების გამოყვანას და რა ჩვენ მოვითხოვოთ და ჩვენ გადავაყენოთ ის ადამიანი და შემდეგ უკვე კიდევ სხვამ ჩაატაროს ეს აქცია. ეს ხო დაუსრულებელი წრეა. მესმის ბატონო დავით, თუმცა კონკრეტულ შეცდომებს ასახელებს ოპოზიცია, როდესაც თქვა საკუთარ მოთხოვნებს ასახელებს და მოთხოვნას აყენებს და იქ საუბარი იგივე აგვისტოს ომზე, 7 ნოემბერზე და აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ძალიან ბევრ პრობლემაზე და შეცდომებზე საუბრობს ხელისუფლების, რის გამოც ამბობს, რომ უნდა გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს შეცდომები და ჩვენ არასდროს არ გვიტყვია, რომ ჩვენ ვართ უშეცდომო. ჩვენ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, ძალიან ბევრი რამ ქვეყნისთვის გაკეთდა კარგი, მაგრამ ბუნებრივია ამ პროცესში იყო შეცდომებიც, იყო ბოლომდე გაუთვლელი გადაწყვეტილებებიც, იყო არასწორად შესრულებული გადაწყვეტილებებიც, ეს არის სრულიად ბუნებრივი და ამის გამო ხელისუფლებას არც ერთ ქვეყანაში არსად არავინ არ ამხობს. რაც შეეხება აგვისტოს ომს, რამდენჯერმე გაიჟღერა, ვინ არის პასუხისმგებელი წაგებულ ომზე. მე როგორც ქართველს, არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს. მე როგორც ქართველს მაქვს ერთადერთი პასუხი. დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებზე პასუხისმგებელია ის, ვისი საოკუპაციო ჯარის დღეს დგას იქ. პასუხისმგებელია ის, ვისი ათასობის ტანკით შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. პასუხისმგებელია ის, ვისი თვითმფრინავებით ბომბავდა ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 58 არმია მზადყოფნაში, ამაზეც მინდა რომ მე ამაზე გადავალ. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, აგვისტოს აგრესიაზე პასუხისმგებელი არის რუსეთი და მე მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის გადმოტანა ხელისუფლებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელსაყრელია პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არ არის სწორი საქციელი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ ინტერვენცია უწოდა რუსეთის ქმედებებს აგვისტოში. ინტერვენცია ნიშნავს სამხედრო შეჭრას. ვინ არის პასუხისმგებელი? ის, ვინც შეიჭრა, თუ ის, ვინც ამ შეჭრის მსხვერპლია? მე ვფიქრობ, ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს და ეს ის თემაა, რომელიც არის ჩვენი საერთო ტკივილი და რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი. გასაგებია 58 არმიაზე კითხე და მე მინდა ისე მე პოლიტიკურ მოვლენებს დავბრუნდე. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზადყოფნაშია ეს არმია მოყვანილი, სულ რაღაც 30 კილომეტრში თბილისიდან. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? სამწუხაროდ გარკვეული გადაადგილებები შეიმჩნევა ნამდვილად. ამის შედეგია ისიც, რომ თქვათ ევროკავშირმა გაზარდა თავისი დამკვირვებლების რაოდენობა და გაძლიერებულ რეჟიმშია გადასული მათი ფუნქციონირება. ასევე იყო რამდენიმე ხომალდის მოძრაობა შავ ზღვაზე, რუსული სამხედრო ხომალდები, რომლებიც გამოემართენ საქართველოს ნაპირისკენ, თუმცა მე არ მინდა ჩვენი მოსახლეობა შევაშინო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ ნერვების ომი რუსეთის მხრიდან და ჩვენი პროვოცირების მცდელობა, უბრალოდ ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხი. მე ნამდვილად არ ვაკავშირებ აქვე მიმდინარე მოვლენებს, არ მინდა დავაკავშირო აქვე მიმდინარე მოვლენები რუსეთთან, მაგრამ ალბათ ყველას გუნდა კარგად გვესმოდეს პასუხისმგებლობა, რომ არ მივცეთ რუსეთს საბაბი, ან არ მივცეთ მას ცდუნება იფიქროს, რომ მას აქვს საშუალება ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ჩვენი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ ჩვენ თვითონ და მე მირჩევნია ვესაუბრო ნებისმიერ ყველაზე კრიტიკულ
ოპოზიციურად განწყობილ ლიდერს, რომელიც გლანძღავს და გვაგინებს, იმ ლიდერსაც კი, ვიდრე ჩვენს შიდა საქმეებში ჩავრთო ნებისმიერი გარეშე ძალა. ამიტომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ. თუმცა ისევე მეორებ გარკვეული მოძრაობები, სერიოზული მოძრაობები მათ აქვთ. ამის თაობაზე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს მთელი დღე იყო კონტაქტზე, მან აცნობა ეს ყველა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებს და ამის თაობაზე მე დარწმუნებული ვარ, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც შედეგი არ მოყვება, მაგრამ გარეშე საფრთხე, როგორც ესეთი დავიწყებული, ზოგადად ნამდვილად არ უნდა იყოს. ბატონო დავით, ძალიან ბევრი ადამიანია ჩამოსული თბილისში ამ აქციების მონიტორინგისთვის, გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციებს. როგორია მათი მოსაზრებები და ვთქვათ, რა რეკომენდაციებს აძლევენ ხელისუფლებას, როდესაც მსგავს მოთხოვნას აყენებენ დედაქალაქის ქუჩებში? არიან ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და არის ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტი და ბუნებრივია თქვენ ადევნებდით თვალყურს უცხოურ მედიას დღეს და მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ უცხოური მედიის ტონი დღეს იყო ძალიან დადებითი. ძალიან დადებითი როგორც ქვეყნის მიმართ პირველ რიგში, ასევე ხელისუფლების მიმართ და ოპოზიციის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ შევძელით გვეჩვენებინა პოლიტიკური სიმწიფე, ჩვენმა ხალხმა შეძლო დაემტკიცებია, რომ უკიდურესი პოლიტიკური გამწვავების დროსაც კი ქართველები ვართ ნორმალური და ღირსეული ერი, რომელსაც შეგვიძლია ნორმალურად პროტესტის გამოხატვა და ხელისუფლებამ შეძლო დაემტკიცებია, რომ დღეს ხელისუფლება ბევრად უფრო წინ არის წასული, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ. ეს კარგია ქვეყნისთვის და მე ვფიქრობ, ყველა ის დადებითი სტატია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა უცხოურ პრესაში, მე არ მახარებს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მე მახარებს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. ეს არის ქვეყნისთვის კარგი. ეს არ არის კარგი არც მთავრობისთვის, არც ოპოზიციისთვის. ქვეყნისთვის კარგია. გასაგებია, ბატონო დავით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მინდა კითხოთ, როდემდე იქნება დაკეტილი პარლამენტის შენობა და იგივე დღეს დავით გამყრელიძე საუბრობდა და მამთხოვა, რომ ეს კითხვა მე თქვენთვისაც დამესვა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები გუშინ შეკრებილები იყვნენ ქალაქის მერიის შენობაში და ვთქვათ, იქ იმყოფებოდნენ იგივე დეპუტაცია მმართველი გუნდის წარმომადგენლები. რატომ ბატონ დავითს ქონდა ეს შეკითხვა, რომ რატომ გროვდებიან ვთქვათ სხვა შენობაში და რატომ არ იხსნება იგივე პარლამენტი? პარლამენტში გუშინ იყო დასვენების დღეს და ყველა სახელმწიფო დაწესებულება იყო დაკეტილი. დღეს იყო არასასიო დღე და ამიტომ პარლამენტი ასევე იყო პრაქტიკულად არასამუშაო მდგომარეობაში. მომავალი კვირიდან პარლამენტი ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, რაც შეეხება დეპუტატების ყოფნას მერიაში. ნამდვილად გეტყვით, რომ დიახ, დეპუტატები იყვნენ მერიაში. ამის დამატებით ოპოზიციას მივაწოდებ ინფორმაციას, რომ დეპუტატები იყვნენ ძალიან ბევრ რაიონის გამგეობაში. კიდევ დამატებით მივაწოდებ უფრო შემაშფოთებელ ინფორმაციას, რომ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში ძალიან ბევრგან დეპუტატები იყვნენ იქაც ჩასულები და ადგილობრივ გამგეობებთან ერთად მუშაობდნენ და ბოლოს უბრალოდ ვიტყვი მოსახლეობისთვის, რომ ეს არის სრულიად ნორმალური მუშაობის ნაწილი, როდესაც დეპუტატები მიბრძანდებიან გამგეობებშიც, მერიაშიც, საკრებულოებშიც, მათ აქვთ კომუნიკაცია ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და ამ კომუნიკაციის მიზანი არის ის, რომ იყოს ჯერ ერთი კონტაქტი და ერთობლივი მუშაობა და მეორეც ერთი არის ძალიან ბევრი თემა, რაზეც ჩვენ დეპუტატებს აწუხებს ჩვენი მოსახლეობა, ძალიან ბევრი ეს თემა შედის სწორედ მერიის კომპეტენციაში და არა პარლამენტის და ამიტომ ძალიან ბევრი დეპუტატი ხშირად თვითონ მიდის მერიაში და ცდილობს მერიის შესაბამის სამსახურთან უშუამდგომლოს ან გაარკვიოს ის საკითხი, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ სხვა დღეებში ძალიან ბევრ დეპუტატს უქმე დღეებში როგორც წესი, მაშინ როდესაც დეპუტატები არ არიან პარლამენტში, უქმე დღეებში ძალიან ბევრ დეპუტატს ნახავთ სხვადასხვა რაიონის გამგეობებშიც და მერიაშიც და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ ეს მათი სადეპუტატო მუშაობის ნაწილია და მე ნამდვილად მირჩევნია, რომ უქმე დღეს დეპუტატი სახლში დასვენების ნაცვლად დადიოდეს ადგილობრივ მმართველობაში და იქ ცდილობდეს პრობლემების მოგვარებას. უცნაურია, თუმცა როდესაც პარლამენტი დაკეტილია 9 აპრილს, უქმე დღეა და ამ დროს მერია ღია. პარლამენტს აქვს ოფიციალური დღის წესრიგი და პლენარული სხდომა ვერ ჩატარდება უქმე დღეს. ეს არის პირდაპირ რეგლამენტის მოთხოვნა, მაშინ როდესაც სხვა სახელმწიფო დაწესებულებას იქ სადაც არ არსებობს პლენარული სხდომის ფორმატი და რეგლამენტური რეგულირება, ასეთ სხვა დაწესებულებას უფლება აქვს საკუთარი დისკრეციით გადაწყვიტოს და თანამშრომლების ნაწილი შეიძლება უქმე დღესაც მუშაობდეს. ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. კარგი, ბატონ დავით, მე არ შემიძლია არ კითხოთ 9 აპრილის ესეთ მოულოდნელ დილაზე და იმ კადრების შესახებ, რომელიც ნახა საზოგადოებამ იყო საკმაოდ მოულოდნელი აქციების წინ თქვენი, ანუ ხელისუფლების პირველი პირების და ოპოზიციის ლიდერების გვერდიგვერდ დგომა მემორიალთან გულისხმობ, როდესაც პატრიარქია ანაშვიდს, ასე ვთქვათ, მართავდა. მე უბრალოდ მაინტერესებს თქვენს გვერდით იდგა ლევან გაჩეშილად, ეს კადრებში კარგად ჩანდა, თუ ქონდათ რაიმე სიტყვერი ურთიერთობის საშუალება ან რაიმე მოსაზრებების გაცვლის საშუალება, ანუ იქ შედგა რაიმე ურთიერთობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის?
არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, და კომუნიკაცია არ ყოფილა და ეს იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი იმ წუთებში, ჩვენი ყველა ვიდექით, არა როგორც პოლიტიკოსები, არა როგორც მთავრობის ან ოპოზიციის წარმომადგენლები, ჩვენი ვიდექით, როგორც ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვინც პატივს მიაგებდა 9 აპრილს დაღუპულთა სულებს და ვინც პატივს სცემდა მის უწმინდესობას, რომელიც იქ იმ წუთებში ბრძანდებოდა და აღავლენდა მათი სულების მოსახსენიებელ პანაშში. ჩვენი ვიყავით როგორც მართლმადიდებელი ქართველები, რომელიც პატივს სცემენ საკუთარ ისტორიას. 9 აპრილი იყო ის დღე, რომელმაც არა მხოლოდ ჩემი თაობის, არამედ მთლიანად საქართველოს მენტალიტეტი შეცვალა და ეს ის დღე არის, სანამ ჩვენ ამ დღეს გაუფრთხილდებით და სანამ ამ ადამიანების ხსოვნას გაუფრთხილდებით, მე ვფიქრობ, ქართველებს მორალური უფლება გვაქვს ჰქონდეს პრეტენზია დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე. ამიტომ ეს სრულიად განსაკუთრებული დღეა და არანაირად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ დღეს ბევრმა ჩვენგანმა საკუთარი პოლიტიკური ამბიცია თუ პოზიცია გვერდზე გადადო და ერთად იდგა რუსთაველზე, როგორც რიგითი ქართველები და სხვათა შორის ზუსტად ესე ხდებოდა 20 წლის წინ ამ დღესაც, როდესაც ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრების ქართველი ერთად აღუდგა წინ მაშინდელ გოლიათს, ერთად დაამარცხა, მორალურად დაამარცხა მაშინდელი გოლიათი და გველეშაპი და ამან მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. და ბატონო დავით, ბოლო კითხვა, ბოლოს მაინც მინდა კითხო, თქვენ საუბრობდით, რომ გმობთ ძალადობას, აფრთხილებდით ადამიანებს, რომ თქვათ მსგავსი შემთხვევების დროს შეატყობინოს იგივე ხელისუფლებას ან სამართალდამცავ ორგანოებს. მე მაინც მაინტერესებს, არის თუ არა მოსალოდნელი თქვათ ხელისუფლებას ერთგვარად ნერვებმა უმტყუნოს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, როგორც ეს 7 ნოემბერს იყო და მაინც მოხდეს ძალის გამოყენება მომიტინგეების მიმართ, ან მოხდეს თქვათ აქციის დაშლა. არა, აქ არ არის საუბარი ნამდვილად ნერვებზე და ეს არ არის ნერვების ქვეშ მისაღები, ნერვების გავლენის ქვეშ მისაღები გადაწყვეტილება. აბსოლუტურად მყარი განწყობა და მყარი პოზიცია არსებობს ხელისუფლებაში, რომ მშვიდობიანი და კანონიერი ფორმებით არანაირი შეზღუდვა საპროტესტო აქციის ჩატარებაზე არ იქნება. შეიძლება ხანდახან არასასიამოვნო იყოს გინების და ლანძღვის მოსმენა, მაგრამ ჩვენ როგორც ხელისუფლებას ეს ვალდებულება გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთმენის ვალდებულება და ამიტომ არანაირი ხელის შეშლა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი სამართალდამცავების ქმედება იყოს დაყვანილი იმ მინიმუმზე, რომელიც აუცილებელია ზოგადად ქვეყანაში წესრიგის დასაცავად. მე უბრალოდ დავამატებდი, რომ რამდენჯერმე იყო საუბარი საზოგადოების წარმომადგენლებზეც, მათ შორის და მე არ მინდა რომ ეს კომპონენტი გამომჩეს როგორც დიალოგის კომპონენტი. მე დღეს შემომთავაზეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა ექსპერტებმა, ექსპერტთა კლუბის წევრებმა, რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ შექმნილ ვითარებაზე. მე მათ განუცხადეთ თანხმობა ამის თაობაზე. მე მზად ვარ მომავალ კვირაში უახლოეს რამდენიმე დღეში კონდეს მათთან ასეთი შეხვედრა, მე მზად ვარ კონდეს ასეთი შეხვედრა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ პროცესები წინ უნდა წავიდეს მხოლოდ დიალოგის გზით. რადგან ახსენეთ ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები, მე ვთქვი, რომ ბოლო კითხვა თქო, მაგრამ კიდევ ერთ ჩაგიკითხებით და დიალოგზე საუბრობდით. მე გამოგიწვიეთ ასე რომ ნამდვილად. თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება არ დათანხმდება სატელევიზიო შოუს, მაგრამ იქ ასევე იყო საუბარი ოპოზიციის მიმართვაში, რომ საზოგადოების წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდეს ეს დიალოგი. ამას თუ თანხმდება თქვათ ხელისუფლება, რომ იგივე პოლიტიკოსების დიალოგის პროცესში და მოლაპარაკების პროცესში თქვათ ჩართული იყოს ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები. მე ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. თავისთავად არც ტელევიზია არ არის პრობლემა, მაგრამ მოლაპარაკებებს ტელევიზიის თანდასწრებით არ აწარმოებენ, იმიტომ რომ ეს აიძულებს მოლაპარაკების მხარეებს, იყვნენ რადიკალურები, აიძულებს მხარეებს აჩვენონ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი არიან მაგრები და ისინი არაფერს არ თმობენ და აქედან გამომდინარე კამერის წინ წარმოებული მოლაპარაკება რეალურად არის ვითარების უფრო დაძაბვა და ემოციების უფრო აწევა და არა პირიქით დამშვიდება და გამოხდა. აქედან გამომდინარე ვამბობთ ჩვენ, რომ კამერასთან საუბარი ვერ შედგება და არა იმიტომ, რომ ჩვენ ვინმესთან რამე დასამალი გვაქვს. რაც შეეხება საზოგადოების წარმომადგენლებს და ექსპერტებს, მე მათ მონაწილეობას მხოლოდ მივესალმები და მე კიდევ ერთხელ ვეცხადებ, მე მზად ვარ მათთან შეხვედრისთვის და თუ ისინი ჩათვლიან, რომ მათ შეუძლიათ უფრო აქტიური როლის შესრულება დიალოგის პროცესში, მე ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩემი გადაცემის ბოლოს სტუმარი, მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე და მომავალ პარასკევს კვლავ მთავარი თემით დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მშვიდობიან შაბათ-კვირას გისურვებთ.